ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ეს არის ჩვენი პროგრამის მეოთხე დღე. შეგახსენებთ, რომ ამ პროგრამაში ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ სწორად დავასრულოთ ფსიქოლოგიურად 2025 წელი და შევიდეთ 2026-ში უფრო მომზადებულად მომავალი გამოწვევებისთვის და ასე მომავალი კეთილდღეობისთვის. დღევანდელი დღე მინდა დავუთმოთ კომუნიკაციებს და ურთიერთობებს და დავიწყოთ როგორც ყოველთვის ანალიზით. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავაკეთოთ, გავარკვიოთ რა მოგწონს ურთიერთობების და კომუნიკაციების სფეროში ჩვენ ცხოვრებაში და აქ შეიძლება ეს სფერო დავყოთ ორ ნაწილად, პროფესიული კომუნიკაციები და პიროვნული კომუნიკაციები. ანუ აიღეთ და ბუკვალურად შეადგინეთ ყველაფრის სია, რაც მოგწონთ თქვენი კომუნიკაციებისა და ურთიერთობების სფეროში თქვენ ცხოვრებაში. ასევე შეადგინეთ მეორე სია, რა გსურთ რომ შეცვალოთ უკეთესობისკენ. ეს მისცემს საშუალებას თქვენს გონებას, ასე ვთქვათ, მიიღოს სწორი სამუშაო დავალება და აერჩიოს სწორი კონცენტრაციის ობიექტები მომავალი ცვლილებებისთვის. და მინდა გითხრათ, რომ კომუნიკაციებში და ურთიერთობებში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ემოციურ ინტელექტს. ემოციური ინტელექტი, ეს არის საკუთარი თავის გაგების უნარი და სხვა ადამიანის გაგების უნარი, იმიტომ რომ რაც უფრო კარგად გვესმის საკუთარი თავის და სხვა ადამიანის, მით უფრო ნათლად და ცხადად ხედავთ რა პოზიცია შეგვიძლია დავიტოვოთ ურთიერთობებში, კომუნიკაციებში, როგორ ვიპოვოთ ამა თუ იმ ადამიანთან სწორი მიდგომა და ასე შემდეგ. და დღეს მინდა გაგიზიაროთ ერთ საინტერესო სავარჯიშო, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ დახვეწოთ თქვენი ემოციური ინტელექტი. ურთიერთობებში, სხვა საკომუნიკაციო სიტუაციებში, იქნება ეს ურთიერთობა ცალკეულ ადამიანებთან თუ ადამიანთა ჯგუფებთან, ონლაინში თუ ოფლაინში, ხანდახან ხდება ხოლმე, რომ გარკვეული კომუნიკაციები და ურთიერთობები ჩვენში აძრავენ უარყოფით ემოციებს და უარყოფით განცდებს. რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? იმისათვის, რომ ვასწავლოთ საკუთარ ემოციურ ინტელექტს ასეთ სიტუაციებთან, ასეთ საკომუნიკაციო გამოწვევებთან გამკლავებ. სავარჯიშო მდგომარეობს შემდგომში. მაგალითად, გვაქვს რაღაცა უარყოფითი ემოცია, ვიღაცა მაღიზიანებს. დაიკავეთ ეს ხელები, იგონება გიჭირავთ ორი თებში. და წარმოიდგინეთ, რომ ერთ ხელზე მოთავსებულია ეს უარყოფითი ემოცია. გაღიზიანება იქნება თუ ბრაზი იქნება თუ წენა იქნება თუ კიდე რაღაც. არ აქვს მნიშვნელობა, ზუსტად ის უარყოფითი ემოცია, რაც არ გაძლევთ საშუალებას, რომ საღად იაზროვნოთ ურთიერთობების დროს. მეორე ხელზე წარმოიდგინეთ მისი საპირისპირო პოზიტიური ემოციური მდგომარეობა. მაგალითად, აქ თუ გაღიზიანება, აქ შეიძლება წარმოიდგინოთ სიმშვიდე, სილაღე. ვიზუალიზაციაც არ არის აუცილებელი, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ერთი აქ არის, მეორე ხელზე. შემდეგ დახუჭეთ თვალები და მთელი ყურადღება გადაიტანეთ წერტილზე, რომელიც განლაგებულია თქვენ თავს ზემოთ დაახლოებით 10-15 სანტიმეტრით. და დახუჭული თვალით შეინარჩუნეთ ამ წერტილზე ყურადღება და თან დააკვირდით იმას, რომ ნელ-ნელა გტოვებთ ეს უარყოფითი ემოცია და სულ უფრო და უფრო მეტად შემოდის პოზიტიური ემოცია. რაღაც მომენტში იგრძნობთ, რომ უარყოფითი ემოცია საერთოდ წაიშალა. ამაზე სავარჯიშო შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად. ეს სავარჯიშო გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ გავთავისუფლდეთ სიტუაციურად უარყოფითი ემოციისგან, არამედ ვასწავლოთ საკუთარ ემოციურ ინტელექტს, როდესაც შემდგომში ანალოგიურ სიტუაციებში მოხდება, როგორ ვიქონიოთ სხვა, უფრო ჯანსაღი, ასე ვთქვათ, უფრო მოქნილი რეაქცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ კომუნიკაციებში და ურთიერთობებში ვიყოთ უფრო შედეგიანი. დღეისათვის სულ ეს იყო, ხვალ ვისაუბრებთ წარმატებაზე საქმეში, საქმიან წარმატებაზე. ამისად, გაუზიარეთ ეს ვიდეო მათ, ვისაც სჭირდებათ დახმარება, მათ, ვისი ცხოვრების მდგომარეობას თქვენი აზრით საჭიროებს გაუმჯობესებას და მომავალ შეხვედრამდე.